გამარჯობა, მე ვარ ეთერო სახოკია. ამ ვიდეო სერიებში მე ვისაუბრებ ძებნის ფორმულებზე, კონკრეტულად VLOOKUP-ზე, HLOOKUP-ზე და ინდექსი და მათშის კომბინაციებს. ამავდროულად ერთ-ერთ ვიდეოში ვისაუბრებ შედარებით ახალ ფორმულაზე, XLOOKUP-ზე, რომელიც სხვათაშორის ძალიან კომფორტულია მსგავსი кейსების დროს. თუმცა, უშუალოდ ამ ვიდეოში მე ვისაუბრებ თითოეული ფორმულის დადებით და უარყოფით მხარეებზე. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თუ იმეს ან გსურთ ნახოთ როგორ იწერება VLOOKUP-ი, რა მოთხოვნები აქვს სინტაქტური თვალსაზრისით, ასევე HLOOKUP-ს და ინდექსს და მათ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ფორმულისა ვიდეოებში. ოკეი. რაც შეეხება ახლა ამ თემას. ჯერ გაგაცნობთ ცხრილს, მოკლედ ეს არის სტუდენტების ქულების საგნების მიხედვით და ჩვენ გვაინტერესებს ნინომ ფიზიკაში რა ქულა მიიღო და ეს გავიგეთ VLOOKUP-ის დახმარებით, გავიგეთ HLOOKUP-ის დახმარებით და ბოლოს ინდექსი და მათშის დახმარებით. ამავდროულად, თითოეულ ფორმულასთან გვერდით ტექსტური ფორმულის გამოყენებით გამოტანილია ის თუ რა წერია რეალურად ამ ფორმულაში, ამ უჯრაში, ის რაც FX-ის პანჯერაში ჩანს გვერდითაც ყველა ფორმულათან. იმიტომ რომ ამას შეძლო პარალელ რეჟიმში თანახმობის დანახვაც, ცვლილებაც და ფორმულის ვიზუალი. ოკეი. დავიწყოთ პირველი ფორმულით, რომელსაც ქვია VLOOKUP. VLOOKUP-ის პირველი მოთხოვნა, ესე ვთქვათ, როგორც კი წერას ვიწყებთ, არის ის, რომ საძიებო სიტყვა ან lookup value უნდა იძებნებოდეს მონიშნული ცხრილის პირველ სვეტში. ანუ როცა ვეძებ ნინოს, ეს ნინო და მსგავსი სახელები აუცილებლად უნდა იყოს პირველ სვეტში. მაგრამ თუ მოხდა ესეთი кейსი, რომ სხვანაირი შემთხვევა, ან თუნდაც აი ამ მაგალითით რო ვთქვათ რა, რო ყოფილიყო ისე, რომ აი ეს სვეტი იყო არა თავში დასაწყისში, ხო, ცხრილის დასაწყისში, არამედ ბოლოში, ცხრილის ბოლოს, მაშინ გამოვიდოდა, რომ ნახეთ ფორმულა ეგრევე აირია, ხო, იმიტომ რომ ვერ დააკმაყოფილა, ესე ვთქვათ, VLOOKUP-ის მოთხოვნა. მაშინ მომიწევდა ჯერ ცხრილის გადაცვლა, ეს რა ქვია, გადაწყობა VLOOKUP-ის მოთხოვნისთვის და მერე დაწყება უკვე VLOOKUP-ის ფორმულის წერის. ანუ ეს აუცილებელი მოთხოვნა არის. მეორე თემა რაც არის ის, რომ რეალურად ეს ფორმულა არის არადინამიური. რას გულისხმობ არადინამიურს? იმას, რომ თუ მუშაობის პროცესში მოხდა ისე, რომ მე მომიწია ახალი სვეტის ჩამატება, აი მაგალითად ახლა აქ ჩავამატებ ახალი სვეტი, ჩემი პასუხი განულდება. რატო განულდება? იმიტომ რომ რეალობაში წინა ამ кейსიდან გამომდინარე სანამ სვეტს ჩავამატებდი, მანამდე VLOOKUP-ში მეწერა, რომ პასუხი წამოიღოს მესამე სვეტიდან. ფიზიკის ქულა იყო მესამე სვეტში, მაგრამ ამასობაში სვეტი რო ჩავამატე, ეს ჩამატებული სვეტი გახდა უცებ მესამე სვეტი. და მე თუ ეხა ფიზიკის ქულა მჭირდება, ეს ფიზიკის ქულა წინაზე რო მესამე იყო, უკვე გახდა მეოთხე. ანუ ცვლილებაზე VLOOKUP-მა რეაგირება ვერ მოახდინა. და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ხო, ეს იდეაში, იმიტომ რომ მე რომ Excel-ში მუშაობ, ფორმულებს რო ვაწყობ, ჩემი მთავარი მიზანი, ესე ვთქვათ, არის ის, რომ მაქსიმალურად დინამიური გავხადო ფორმულა. ცვლილებაზე, ყველა ცვლილებაზე უნდა მქონდეს სწორი პასუხი. ამ ნაწილში ცალკე მდგომი VLOOKUP-ი ვერ ასრულებს, ესე ვთქვათ, ამ ძალადობას. ოკეი. გადავიდეთ ახლა შემდეგზე. ჰორიზონტალს HLOOKUP-ს. HLOOKUP-ი ეძებს მონაცემებს ჰორიზონტალურად, სხვა მხრივ მსგავსია, იდენტურია ფაქტობრივად VLOOKUP-ის, ანუ ამასაც ზუსტად იგივენაირი მოთხოვნები აქვს, ანუ HLOOKUP-ი ეძებს მონიშნული ცხრილის პირველ სტრიქონში, ხო, აი ჰორიზონტალურ ნაწილში, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ცხრილი სხვანაირია, აი ახლა რო შევცვალოთ, ასეთი კი არა, რო ყოფილიყო თავის დროზე, აი ასეთი, სადღაც ბოლოში რო ყოფილიყო, HLOOKUP-ი ეგრევე აირია, NA დამიწერა. ესე იგი მე მომიწევდა ჯერ ცხრილის გასწორება, ანუ საძიებო სტრიქონის თავში გადატანა და მერე გამოყენება უკვე HLOOKUP-ის. და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ ეს ფორმულაც არადინამიურია. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ისე მოხდა, რომ მე მომიწია სტრიქონის ჩამატება, აი მაგალითად აქ ჩავამატოთ სტრიქონი, ჩემი პასუხი ავტომატურად განულდება. რატო? იმიტომ რომ წინათ თუ მეხუთე სვეტში ეწერა ნინოს ქულა, აი მეხუთე სტრიქონში უფრო სწორად, მეხუთე სტრიქონში ეწერა ნინოს ქულა, ამასობაში
ახალი ჩამატებული სვეტი გახდა რიგით მეხუთე სტრიქონი, ნინომ გადაინაცვლა მეექვსე სვეტში, აი აგე, და შესაბამისად ჩემი პასუხი უკვე არის არასწორი. ანუ H lookup-მაც ცვლილებაზე რეაგირება ვერ მოახდინა. რაც შეეხება მესამე ფორმულას, ინდექსი და მაჩის კომბინაციას, ჩემი აზრით ეს არის ყველაზე კომფორტული ფორმულა. იმიტომ რომ ინდექსისთვის და მაჩისთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა დასაწყისშია საზიებო სისტემის, რა ქვია, სვეტი, დასასრულში აქვს, რამდენი სვეტი დაემატება, რამდენი სტრიქონი დაემატება, ყველა ჯერზე მაჩი, სწორედ გვეხმარება იმაში, რომ ის თავიდან ეძებს მისამართებს სტრიქონის ნომერს, რა ქვია, სვეტის ნომერს და შესაბამისად განახლებული მისამართებით ინდექსი ყველა ჯერზე გვაძლევს სწორ პასუხს. აი ხა ვილაპარაკებიდან მოდი ვეცდები რომ ვიზუალურადაც განახოთ, ნახეთ. ავრიე უკვე VLOOKUP-ისთვის და შესაბამისად NA დაწერა. ინდექს და მათ მაინც სწორი პასუხი აქვს. ეხლა სტრიქონი შევცვალოთ, სადღაც შუაში გადავიტანოთ. H lookup-ის case-ისთვის აირია, მაგრამ ინდექს და მაშს აქვს მაინც სწორი პასუხი, მაინც 98 ქოლა. ანუ ყველა ცვლილებაზე რეაგირებს და ყველა ჯერზე მაქვს სწორი პასუხი. თუმცა ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, მოდი ახლა კონტროლ-სეტით დავაბრუნებ ამ ყველაფერს. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ანუ ჩვენთან ძალიან პოპულარულია VLOOKUP-ი. ალბათ ჩემი სუბიექტური აზრით ეს პოპულარობა წერის სიმარტივემ გამოიწვია. ნუ სიმარტივეში გულისხმობ იმას, რომ ხა სად ამას დაწერ, ასეც და სად ამდენს დაწერთ, ხო? მაგრამ რეალობაში ნუ ეს უფრო მეტ, ესე ვთქვათ, ბენეფიტს გვაძლევს პრაქტიკაში ვიდრე ეს. თუ ისე ხდება, რომ აი ძალიან გიდათ ეს VLOOKUP-ი გამოიყენოთ, ანუ დინამიურობის თვალსაზრისით შეგვიძლია დავამატოთ მაჩი. ეს მაჩი დამეხმარება ცვლილებაზე მოხდეს რეაგირება. ანუ რას ვამბობ უყურე? აი ეგ რო დავაწყებონა. იდეაში ამ VLOOKUP-ის ამ ფორმულას მუდმივს არადინამიურს პრობლემატურს ხდის ხელით ჩაწერილი სამიანი. ხო, როცა ვეუბნები, რომ მესამე სვეტიდან, ანუ პირველ ჯერზე რო იყო ფიზიკა, რომელ სვეტშიც იყო, ხო, პირველ ჯერზე იმის მისამართს რო წერდი რა, ხელი. აი ეს ხელით ჩაწერილი სამიანი. და შემიძლია აქ უთხრა, რომ მოდი მაჩმა იპოვოს, ქართულად არა ინგლისურად უნდა დავწეროთ. აი მაჩმა იპოვოს, რომელი არის ფიზიკის სვეტის მდებარეობა და შესაბამისად ყველა ჯერზე დააპდეითოს და დამიწეროს სწორი პასუხი. მოდი ხა მე გამოვიძახებ მაჩით fx და შევავსებ მაჩს. ხო, აქვე ვიტყვი, რომ თუ ვინმეს დეტალურად აინტერესებს მაჩი როგორ იწერება, შეგიძლიათ შემდგომი ვიდეოები ნახოთ, მე უბრალოდ ეხა ამ ნაწილში სწრაფად გავაკეთებ ამ ყველაფერს. მოკლედ ვეუბნები OK-ს და ეხა პასუხი დამიწერა სწორად 98. კიდე რომ დავამატო ეხა ერთი სვეტი, მაინც სწორი პასუხი დაიწერება, იმიტომ რომ მაჩმა შეძლო რომ ყველა ჯერზე ყველა აპდეიტზე სწორად განესაზღვრა ფიზიკა მერამდენე სვეტში. შესაბამისად ეს ნაწილი მოიხსნება. თუმცა VLOOKUP-ის ის შეზღუდვა, რომ აუცილებლად მონიშნული ცხრილის პირველ სვეტში უნდა იყოს საძიებო სიტყვა. საძიებო სიტყვა, ანუ lookup value ჩვენ შემთხვევაში ნინო, ეს ნაწილი არ მოხსნება. ანუ აი ამ ნაწილში მაინც შეზღუდული რჩება ეს ფორმულა. Okay. კიდე არის ერთი საკითხი, რომელიც წავიკითხე ამას წინათ, ანუ ეწერა, რომ აი დიდ ცხრილებთან მიმართებაში პატარა ცხრილებში არ იგრძნობა, დიდ ცხრილებთან მიმართებაში VLOOKUP-ი არის, უბრალოდ ინდექსი და მაჩი არის უფრო სწრაფი VLOOKUP-თან შედარებით. ვერ ვიტყვი, რომ პირადი გამოცდილებითაც შემიძლია იგივე ვთქვა, იმიტომ რომ რეალობაში მე სულ ინდექსს და მაჩს ვიყენებ, ამიტომ აი დიდ ცხრილებთან მიმართებაში არ ვიცი ამდენად ნელია VLOOKUP-ი. თუმცა თქვენ თუ გამოიყენებთ, ძალიან კარგი იქნება თუ ამ ნაწილსაც დააკვირდებით.